კიდევ ერთი სპეცოპერაცია მესტიის რაიონში დღეს დილით 12 საათზე დაიწყო. სამართალდამცავებმა სვანური ოჯახის 4 წევრი იმის გამო დააკავეს, რომ მათ მფლობელობაში არსებული ნაკვეთების დათმობა არ ისურვეს. ნელი ნაველიანის დაკითხვა ზუგდიდში მიმდინარეობს. დაზარალებულების ახლობლები მომხდარს რამდენიმე მიზეზით ხსნიან. მათი კრიტიკის მთავარ ობიექტთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება. მესტიის გამგებელი კი მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის. დღეს ამოვიდნენ უკვე სპეცნაზი ამოყვა უკან. დაიბარეს ამ ოჯახის წევრებიდან 3 ბიჭი, ჯაფარიძეები არიან 3-ვე, რომლებიც უშუალოდ მოწილეები არიან ამ მიწების. დაიბარეს სასტუმროში, მოსალაპარაკებლად. ამ დროს შეცვივდა იქ სპეცნაზი. დაწყებულის არ ჰქონდათ არანაირი მოლაპარაკება არ იყო დაწყებული, უბრალოდ შეცვივდა სპეცნაზი და აიყვანეს ეს ბიჭები. ალეკო ხერგიანი სვანეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ თბილისში გვიყვება. ნელი ნავერიანის სამმაზლიშვილთან ჯაფარიძეებთან ერთად დღეს დილის 12 საათზე დააკავეს. მის ოჯახსა და ადგილობრივ მთავრობას შორის უთანხმოება მიწის ნაკვეთების გამო დაიწყო. ხერგიანის ცნობით, ნავერიანის გარდაცვლილი მეუღლის მამაპაპისეული ნაკვეთების შესაძენად ნავერიანებთან მოლაპარაკებას უცნობი პირები ცდილობდნენ. ოჯახის დიასახლის მაკი გარიგებაზე წასვლა იურიდიული საბუთის და ოფიციალურ მყიდველთან შეხვედრის გარეშე არ ისურვა. დაახლოებით 20 ოჯახზე ელაპარაკი, რომლებსაც ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გავყიდეს მიწები. ეს მიწები არის საუკუნეების განმავლობაში რო ფლობდნენ მამაპაპისეული მიწები. ეხლა იმ დრო დამტკიცებული არავის არ ქონდა, კანონით დარეგისტრირებული ეს მიწები არავის არ ქონდა, ფლობელობაში ქონდათ მხოლოდ ყველას. შეჩერებულია საჯარო რეესტრმა მუშაობა შეაჩერა. ეს არის ხელისუფლების ზეპირი ბრძანება, არანაირი საბუთი მაგის არ არსებობს. სადაო მიწის ნაკვეთების სვანებისთვის არსებობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ნავერიანებთან მოლაპარაკება სვანეთის ხელმძღვანელობამ არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოფიციალურად აცხადებდნენ, რომ მიწებს კანადური კომპანია ტურიზმისთვის ყიდულობდა, თუმცა კონკრეტულად ნავერიანებთან მოცხოელი ინვესტორები არ გამოჩენილან. მომხდარზე საუბრისას დაზარალებულის ახლობლები და ნაცნობები რამდენიმე ვერსიას ასახელებენ. სვანეთში არ უნდათ ხმის ამომღები ადამიანი, ჭირდება გოროზია ჭირდება თავისი მონები. 21 მონა შეაგროვა, 5 ოპოზიცია ყავს. ალეკო ხერგიანი ნელი ნავერიანის პოლიტიკურ აქტივობებს და იმ სპეცოპერაციას იხსენებს, სადაც ნავერიანი აქტიურობდა. ალიანსი საქართველოსთვის სიიდან ნელი ნავერიანი მესტიის ნომერ 1 მაჟორიტარი და საკრებულოს წევრია. კიდევ ერთი სვანური სპეცოპერაციის მიზეზებზე საუბრისას პოლიტიკურ მოტივს არც დაზარალებულების მონათესავე გვარის წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე გამორიცხავს. ამბობს, რომ სვანეთში ყველა მიცის, ვინ რისი მფლობელია. ალიანსის წარმომადგენელი იყო პირველი ნომერი იყო მესტიის რაიონში. დიახ. საკრებულოს წევრი არის ამ წუთში და მე ყველაფერი მგონია რომ ამიტომ ხდება, არ ვიცი. ნუ ყოველ შემთხვევაში მასე თუ არის თუ ამ იმას ედავებიან მესტიის რაიონში არცერთი მიწა დარეგისტრირებული არ არის. მასეთი წარმატებით სახლები შეიძლება გამოყვარონ მაშინ. ნავერიანებსა და მის მაზრიშვილებს დაკავების წეს ფულის გამოძალვაში დასდეს ბრალი. ნელი ნავერიანის მაზრიშვილების ადგილსამყოფელი უცნობია. თავად ქალბატონი კი დასაკითხად ზუგდიდში წაიყვანეს. სამართალდამცველებმა განმარტეს, რომ უფროსებისაგან ასეთი ბრძანება მიიღეს. ვინ იყო დამკვეთი? ამ კითხვაზე სვანებს პირველად ზაზა გოროზიას გვარი ახსენდებათ. გოროზია სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მესტიის გამგებელმა კი მის რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ არაფერი იცის. რა სპეცოპერაცია ჩატარდა სვანეთში თორე? არ ვარ საქმის კურსში გენოჩოდე. არაფერი არ იცით ამის შესახებ? არა ვარ საქმის კურსში. და ვინ შეიძლება იცოდეს ადგილობრივი მმართველობიდან? ვერ გეტყვით რა, მართალი გითხრა მე ცოტა სხვაგანა ვარ ახლა და მეც მაინტერესებს რაღაცები. მოიჭდები გავერკვე. შემოხვალ იახტით, ჩამოხვალ იახტიდან, დაჯდე მანქანაზე ახვალ ისირებ თხილამურებ წახვალ. ვინ არ ჩამოვა ასეთ დასვენების ადგილს. სვანები მთავრობის შორს მიმავალ გეგმებზეც საუბრობენ და პრეზიდენტის იმ გამოსვლას იხსენებენ, სადაც მიხეილ სააკაშვილი სვანეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევაზე საუბრობდა. სვანეთში ფიქრობენ, რომ მთავრობა სურს მათი კუთხე სამეგრელოს ნაწილად აქციოს. სვანეთი ოდით გამოიყო ბატონო სვანეთი, გოროზიას ბატონობას ვერ შევაგვიებთ. საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს თეიმურას ქორჩილავას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ასათიანი სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექსპერტებს გიორგი ნანეიშვილს, თემურ სილაგაძეს, ზურაბ ბერიასა და მერაბ ხარებავას საქალაქო სასამართლომ 5,000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა. ექსპერტებმა წინასწარი დაკავების იზოლატორი დღეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვეს. დეტალები ნახეთ თეონა ლალიაშვილის სიუჟეტში.
5 დაკავებულიდან 4 ფსიქიატრი საქალაქო სასამართლომ დღის ბოლოს 5000-იანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გიორგი ნანეიშვილს, თეიმურას ხარებავას, ზურაბ ბერაიასა და თეიმურას სილაგაძეს ბრალად ქრთამის აღება და ფსიქიატრიული ექსპერტიზის ცნობის გაყალბება ედებათ. პროკურატურა მათთვის 2 თვიან პატიმრობას ითხოვდა. გამოძიებამ მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება 5000 დარის ოდენობით სასამართლოს მიერ დაკმაყოფილი იქნა აღნიშნული შემდგომლობა. სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება მხოლოდ მეხუთე დაკავებულს, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს მერაბ ქორჩილავას შეუფარდა. ჩვენი პოზიცია გახდათ, რომ მერაბ ქორჩილავას ამ ეტაპისთვის შეფარდებოდა გირაო 5000 ლარის ოდენობით, ვინაიდან იგი აღიარებს დანაშაულს თანამშრომლობის გამოძიებასთან და მიგვაჩნდა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას სრულად შეეძლო აღკვეთის ღონისძიების მიზნების უზრუნველყოფა. თუმცა სასამართლომ ამ ეტაპისთვის არ გაიზიარა ჩვენი პოზიცია და მერაბ ქორჩილავას შეუფარდა დაპატიმრება 2 თვის ვადით. გამოძიების მასალების მიხედვით 5-ვე მათგანმა ყალბი ფსიქიატრიული დასკვნა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის შვილზე, პატიმარ გურამ ელიზბარაშვილზე გასცა. პროკურატურა აცხადებს, რომ დაკავებულებმა სულ $30,000 ქრთამის სანაცვლოდ გურამ ელიზბარაშვილის შეურაცხადად გამოაცხადეს, რის შემდეგაც პატიმარი ციხიდან ასათიანის კლინიკაში სამკურნალოდ გადაიყვანეს. გურამ ელიზბარაშვილი გაზრახ მკვლელობის ბრალდებით სასჯელს უკვე 7 წელია იხდის. გურამ ელიზბარაშვილმა 2001 წლის 19 მაისს ცეცხლსროლი იარაღის გამოყენებით საკუთარ დაბადების დღეზე გამოასწავლა სიცოცხლე 19 წლის მიხეილ ცილიკაშვილი და ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა მის ბიძას ნუგზარ ცილიკიშვილს. მამამ თამაზ ელიზბარაშვილმა 2004 წელს მისი მეგობრის გამოყენებით, მისი მეგობრის თამაზ თეიმურას მაჭავარიანის და შვილის სიმამრის ზურაბ ივანეიშვილის დახმარებით, ასევე ჯანდაცვის მინისტრის იმდროინდელი მოადგილის მერაბ ქორჩილავას დახმარებით, რომელიც დღესაც დაკავებულია, შეადგენინა ყალბი დიაგნოზი, ასე ვთქვათ, რომლის მიხედვითაც მისი შვილი ცნობილი იქნა შეურაცხადად. პროკურატურამ დღესვე დაკავებულების აღიარებითი ჩვენებები გაავრცელა. ჩანაწერებში მერაბ ქორჩილავა, გოგი ნანეიშვილი და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის რძალი სალომე ივანიშვილი საუბრობენ. ელიზბარაშვილის მამამ დარჩენილი თანხა, მგონი არასრულად, მაგრამ დარჩენილი თანხა გაისტუმრა, იქიდან კიდე მომიტანეს სილაგაძე მომიტანა კიდე 5000. ჩვენთან სტაციონარ ექსპერტიზაზე შემოვიდა გურამ ელიზბარაშვილი. საერთაშორისო თანამშრომელი და თანამშრომელი. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ გურამ ელიზბარაშვილისთვის ყალბის ცნობა მისი საავადმყოფოდან არ გაცემულა. ეს არის ამათი დამოუკიდებელი საქმიანობა, რომელსაც ქვია ფსიქიატრიული ექსპერტიზა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზა ეს არის მაგათი დამოუკიდებელი საქმიანობა. სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზას ჩვენი დაწესებულება აღარ ატარებს. ნებისმიერ ექიმს, ფსიქიატრს აქვს უფლება აწარმოოს თავისი კერძო საქმიანობა. როდესაც ექიმს აქვს თავისი საკუთარი ბეჭედი, ის აგებს პასუხს თვითონ. არადაწესებულება. პროფესორ გოგი ნანეიშვილის კერძო კლინიკა მენტალ ვიტა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს. კლინიკის კარი ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ ჟურნალისტებისთვის დაკეტილია.